მოგესალმებით. ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გაუძღვები მე მაია ქესაური. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტი მისი ხმას ფარგლებში DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო Z და კასპის დასრულთა განათლების ცენტრი. დღეს სტუმრად გვყავს კასპის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირის დამფუძნებელი და სოციალური საწარმოწნულის ხელმძღვანელი დავით პარკაძე. მოგესალმებით ბატონო დავით. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს ფორმატს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი სხვადასხვა წარმატებული ადამიანების გამოჩენა და ჩვენს რაიონში წარდგენა. ჩვენთვისაც სასიამოვნოა თქვენაირ წარმატებული ადამიანების მოწვევა ჩვენს გადაცემაში. გთხოვთ გაგვეცანით და წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. კი ბატონო, დავით პარკაძე. როგორც წევა მახსენეთ, ორგანიზაცია კასპის შრომთა კავშირის დამფუძნებელი ვარ. ეს ორგანიზაცია 2017 წელს შეიქმნა და კონკრეტულად ჩვენი მიზანი მისია წარმოადგენს ადგილობრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური სერვისების მიცემას, მიწოდებას და ასევე მათ დასაქმებაზე ხელშეწყობას. რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, უკვე წლებია 2017 წლიდან ფუნქციონირებს და საკმაოდ დიდი ბენეფიტები შექმნა. რაც შეეხება სოციალურ საწარმოს, უკვე მის ბაზაზე დაქვემდებარებაში შეიქმნა ეს იდეა ჩვენი პარტნიორების მეშვეობით, სიცოცხლის ხის გრანტო კონკურსზე გავიმარჯვეთ საქართველოს ბანკის და ასევე ფინეთის ფონდის ეგრისის მხარდაჭერით შეიქმნა 2017 წელს. ძალიან გვსურდა, რომ თითოეული ეთნოსარგებლო პირველ რიგში ეთნოსარგებლო ყავდა ჩაგვერთო პროექტში, თუმცა ვარჩევდით ადგილობრივ ტრადიციულ ხელსაქმეებს და შევარჩიეთ ერთ-ერთ სოფელში ძალიან დიდი წლების წინ განვითარებული ხელსაქმე, რადგან უფრო ადვილად მორგებადი ყოფილიყო. თვითონ ხელსაქმე ძალიან რთულია, თუმცა ადამიანებს სირთულეებს გადალახვა ძალიან უყვართ და დავაკავშირეთ ერთმანეთთან. შემდგომ უკვე ძალიან კარგად განვითარდა პროცესები. პირველივე წელს ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია ჩვენმა პროგრამამ, სასწავლო პროგრამა იყო. 7 ადამიანმა ძალიან კარგად აითვისა ხელსაქმე და დავამზადეთ პირველადი ნივთები, გავიტანეთ. დაახლოებით პირველ საიმიჯო ვიდეო რგოლს 200,000 ადამიანმა უყურა და გამოეხმაურა დადებითად და მას მერე დავიწყეთ უკვე განვითარების გეგმის შემუშავება, უკვე გრძელვადიანი გეგმის შემუშავება. ბატონო დავით, როგორც ვიცი, თქვენ ხართ, როგორც ახსენეთ, სოციალური საწარმოწნულის ხელმძღვანელი და აი ამ კუთხით როდის დაიწყეთ საქმიანობა? ხო, როგორც გითხარით, უკვე დაახლოებით ორგანიზაცია რო შეიქმნა 2017 წელს, მეორე წელს უკვე ესე რომ ვთქვათ, დაფუძნდა სოციალური საწარმოს. ეს ტერმინი ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის მაშინ ძალიან ახალი იყო, ახლა კიდევ ბევრი სოციალური საწარმო შეიქმნა და მოდელზე მუშაობაც კი ჩვენ თვითონ მოგვიწია და მოდელი თვითონ მოიცავს ინკლუზიურ მიდგომებს გადამზადების კუთხით. ჩვენთან მას შემდეგ, რაც უკვე ამდენი წელი გავიდა ორგანიზაციის საწარმოში, ძალიან ბევრი შიშომპირი გადამზადდა, მათზე მორგებული სამუშაო შევქმნით, მათზე მორგებული სპეციალური ინკლუზიური შაბლონები შევქმნით, რათა ეს ხელსაქმე მათთვის ყველასთვის თითქმის მისაწვდომი ყოფილიყო. მას შემდეგ უკვე 5-6 წელი გავიდა და საკმაოდ დიდი შედეგები გვაქვს საწარმოში. უკვე მთლიანად საქართველოშიც და ასევე ჩვენი მიზანი არ იყო მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით ათვისება და აქ წარმოება. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საერთაშორისო ბაზრებზე ცნობა და გატანა ჩვენი პროდუქციის. ამიტომ თავიდანვე ხისტად მივდექით პროდუქციის ხარისხს, დამზადების ხარისხს. და აქედან გამომდინარე შეიქმნა სოციალური საწარმოს პროდუქცია. პროდუქცია მრავალფეროვანი გვაქვს, თითქმის ყველა სეგმენტისთვის არის ნაცნული ცხოველებისთვის, ნული ოჯახისთვის, ინტერიერის და ექსტერიერის ავეჯი გვაქვს, რომელიც ძალიან გამორჩეულია რკინის ხის და ნაცნულის ერთობლიობით ვქმნით ძალიან საინტერესო ნივთებს
სუვენირებს, აქსესუარებს ქალბატონებისთვის ხელჩანთებს, რომელიც სხვადასხვა ძალიან პოპულარობით სარგებლობს და დიდი მოთხოვნა გვაქვს. და კიდევ არის ისეთი ნივთები, რომელიც სამომხმარებლო და სასაჩუქრე ნივთებია და ძირითადად სასაჩუქრე ნივთები უფრო კორპორაციული შესყიდვების დროს გამოგვსხვა. ვაპირებდი ზუსტად ამ კითხვის დასვას, რომ რა პროდუქტს ქმნით თქვენ და რა საწარმოებთ და სრულყოფილი პასუხი მივიღე და უბრალოდ გვაინტერესებს, ვინ არიან საწარმოო წნულში დასაქმებული კონტინგენტი. კი ბატონო, მადლობა თქვენთვის, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ესე რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ნებისმიერ საწარმოში, როგორია გუნდი და როგორ გესმის ერთმანეთის და განვითარების პროცესში, როგორ უწყობთ ხელს ერთმანეთს, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, ყავს როგორც აღნიშნე ეტლთმოსარგებლეები, ყავს წარსულში კანონთან კონფლიქტში მყოფი და ახალგაზრდები, ვიმუშავოთ ასევე მავნეჩვებზე დამოკიდებულ ახალგაზრდებთან და ჩვენი ზოგადად მისია წარმოადგენდა არა მხოლოდ კონკრეტულად ნებისმიერი ადამიანისთვის შეგვესწავლა ხელსაქმე, არამედ ვისაც დასაქმება უჭირს დღესდღეობით და სხვადასხვა პრობლემების გამო, მათთვის ყოფილიყო მისაწვდომი გარემო. ამიტომ ეს გამოგვივიდა. ერთი კიდევ გამორჩეული, რაც შემიძლია ვთქვა, მსოფლიოში უპრეცედენტო კონკრეტული მაგალითი შევქმნით, ინკლუზიური, ეს არის უსინათლო ადამიანებისთვის, გვაქვს კონკრეტული სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ერთი წელი ვიმუშავეთ ჩვენ მეგობართან დავითთან, გუნდის წევრთან და ეხლა უკვე გვაქვს ისეთი გრძელვადიანი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც თითქმის ყველა უსინათლო ადამიანს შეგვიძლია რომ ხელსაქმე შევასწავლოთ ბრაილის შრიფტით და გამარტივებული მეთოდოლოგიით. ეს მხოლოდ ჩვენ საწარმოში არის მსოფლიოს მასშტაბით. დავით, ნამდვილად ის სასიხარულო ფაქტია ეს ყველაფერი თქვენი მონაყოლი, იმდენად შთამბეჭდავია და მორგებული ადამიანებზე, ვინცაც მართლა ესაჭიროება დახმარება. ვინ არიან თქვენი პარტნიორები თუ პარტნიორების ნუსხა ეს ძალიან დიდი არის, იმიტომ რომ უღრმესი მადლობა მინდა თვითონ პარტნიორს უთხრა, იმიტომ რომ როდესაც გაქვს იდეა, ადამიანს თავიდან გონია რომ ამ იდეას ხარს ვერ უნდა უჭერს. თავიდან ძალიან ბევრი უარი მოგვივიდა. ფრაზობდით ხოლმე საწყის ეტაპზე, რომ აი რატომ მოგდის უარი და ეს არის დიდი შეცდომა ჩემს და მომავალ მეწარმეებს ვუჩერდი, რომ არც ერთი არ გაფრაზდნენ, როცა მოუვა თავიდან უარი და ისწავლონ და ყოველთვის კითხონ თქვათ, ვინც არის მოარის უკან ნებისმიერი ორგანიზაცია, რატომ მოუვიდა თუ არა, იმიტომ რომ მაგით სწავლობ შენ და შენ შეცდომებს და ჩვენი პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, წეგანის ვახსენე, ფონდი ებილისი, ევროკავშირი საქართველოსთვის, ესეთი პროექტის მეშვეობით CSRDG, ძალიან ბევრი და მათ შორის Heidelberg ცემენტი, იმიტომ რომ 2018 წლის Heidelberg-ის თბილისი მარათონის ბენეფიციარები ვართ და კიდევ ბევრი ესეთი დამფინანსებელი ყავს ჩეხეთის განვითარების ფონდი და კიდე RDVI-ის პროექტი იყო წელს, რომლის მეშვეობით ჩვენ შევიძინეთ უახლესი დანადგარი და მოგვეცა შესაძლებლობა, რომ უკვე ეს შაბლონები შევქმნათ არა ხელით, არამედ დანადგარით. ანუ პროცესი თვითონ იმდენად რთული არის დაწვნის პროცესი, რომ ვცდილობთ, რომ დაწვნამდე არსებული წარმოების პროცესი გავამარტიოთ და თვითონ დასაქმებულისთვის ფორმების მისაღებად და ძალიან რა აღნიშნე უსინათლო ადამიანებისთვის იყოს ისეთი ზუსტი შაბლონები, რომ მათ შეძლონ სწრაფად მუშაობა. დავით, თქვენ ისეთ საქმეს ემსახურები, რომ ნამდვილად თქვენთან პარტნიორობაზე არავინ არ იტყვის უარს. ახლა რა ეტაპზე ხართ? გაქვთ თუ არა მიღწევები და თქვენ სამომავლო გეგმებზეც გითხარით? უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ამ კითხვისთვის. ეხლა ვართ ესეთ ეტაპზე, მოკლედ ჩვენ როგორც აღარ აღნიშნე, გრძელვადიანი განვითარების გეგმა გვაქვს და ესე მივყვებით ამ პროცესს. და წელს უკვე ჩვენთვის უკვე გარდამტეხი პერიოდი, იმიტომ რომ თითქმის ყველანაირი პროდუქცია გამოუშვით, ბაზარი ავითვისეს, შევისწავლეთ, გადამზადებისთვის საჭირო ყველა დეტალი დავხვეწეთ, ესე რომ ვთქვათ. ჩვენი პროგრამა უკვე ადგილობრივ თვითმმართველობასთანაც წარვადგენთ, რომ აბსოლუტური მხარდაჭერა გამოგვიცხადა.
და ასევე ბატონი ირაკლი მეზობლიშვილი აქტიურად არის ჩართული ჩვენი განვითარების პროცესში და მათთან ერთად ჩვენ გადმოგვეცა მიწის ფართობი, სადაც დიახ, სახელმწიფოს ხარდაჭერით გადმოგვეცა ეს მიწის ფართობი ლამის ხანაში გამოფხასთან ახლოს 2025 წლიდან და ჩვენ დავრკავთ ნედლეულს, რაც ყველაზე მეტად გვიჭირდა. ძალიან ბევრი შემოთავაზება გქონდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ გაგვეტანა პროდუქცია, თუმცა როდესაც წარმოებაში გაქვს ასე ვთქვათ, პლომა, რთული არის პროდუქციის, ვთქვათ, რეალიზება, ხო? და ეხლა უკვე დავრკავთ ნედლეულის სხვადასხვა ჯიშებს ამ ფართობზე, 3 ჰექტარი არის. საკმაოდ საინტერესო ადგილას, იმიტომ რომ მოგესალმებით ეს სოფლები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან დასაქმების კუთხით და ძალიან კარგი ადამიანები არიან, ქონდა შეხვედრა და უკვე წლის ბოლოს ვფიქრობთ, რომ გაშენდება დიდი საწარმო, იქნება ნედლეულის კულტივაცია ცალკე, ასევე იქნება აგროტურიზმის მიმართულებით რამოდენიმე კოტეჯი, რომელიც ჩვენთან ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის და სულ იყო მოთხოვნა ხოლმე, რომ რამოდენიმე დღიანი ვორქშოპები გავუკეთებინა. შესაბამისად უკვე გვექნება ბაზა იმის, რომ შესაძლებელი იქნება გაჩერდნენ ჩვენთან ტურისტები, დაათვალიერონ ჩვენი კასპი, ჩვენი რაიონიც და ასევე მიიღონ უკვე გრძელვადიან ვორქშოპში მონაწილეობა. და ეს იქნება ასევე როგორც ჩვენი რაიონისთვის, იქ მაცხოვრებელი სოფლის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი დიდი ბაზა დასაქმებისა, ახლობით 100 ადამიანზე მეტის დასაქმებას ვფიქრობთ პირველ ეტაპზე. საკმაოდ დიდი ოდენობის ადამიანურ რესურსი გვჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერი თითქმის ხელით კეთდება და პლუს ამას ჩვენ გვინდა რომ ტექნოლოგიურად განავითარო და ინოვაციური ციკლით ჩავსვათ ამ დამზადების პროცესში. ასევე მოლაპარაკებები გვაქვს და გვინდა ძალიან და ეხლა მიმდინარეობს ამაზე მოლაპარაკებები, რომ საჯარო ახსოვების დეპარტამენტში თვითონ შიგნით გავაკეთოთ ციხეში გადამზადების კურსი და იმედი ესეც გამოვა. ეხლა ვართ მოლაპარაკების დონეზე და იქ გადავამზადოთ პატიმრები და უკვე შესაძლებლობა ექნება თვითონ იქაც დასაქმდნენ დაწესებულებაში და ასევე რომ გამოვლენ და მოიხდიან სასჯელს ჩვენთან ბაზაზე მოვიდნენ და იმუშაონ. დიდი მადლობა დავით მოგზანებისთვის და იმდენად ინფორმირებული საუბარი იყო ჩვენ შორის შედგა და ეს ინფორმირებულობა ჩვენი რაიონისთვის აუცილებელია, რომ წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატი, წეგანაც აღნიშნე, რომ ძალიან ბევრი ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, რომ გაიცნოს ბევრი ჩვენი ნებისმიერი წარმატებული მეწარმე და მოქმედი ადამიანი, ვინც ჩვენი რაიონისთვის ბევრს აკეთებს. კიდევ ერთხელ მადლობა. ასევე დიდი მადლობა DVV Internationals, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისთვის, გერმანიის სათემო რადიო Z-სა და კასპის დასრულთა განათლების ცენტრს პარტნიორობისათვის. მადლობა რადიო მსმენელს, ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით მომდევნო გადაცემით. მომავალ შეხვედრამდე.